ბავშვებისა რუსთავის პირდაპირ ეთერში აღამის კურიერი დღის მთავარ-თემებს გიორგი სანაია წარმოგიდგენთ. 24 თებერვალს გიორგი სანაიას 50 წელი შეუსრულდებოდა. მისი მკვლელობა და 26 წლის ასაკში დასრულებული სიცოცხლე დღემდე უამრავი ადამიანის მოუშუშებელ ტკივილად და საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდ შავ ლაქად რჩება. თუმცა გიორგის გამორჩეულობა და ის სიყვარული, რითაც მისი გახსენებისას ყველა ივსება, არასოდეს დაუშვებს, რომ მისი სახელი დავიწყებას მიეცეს. მე სადღაც 4 უფრო 5 წლის ასაკიდან მახსოვს გიორგი და რაც მახსოვს ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სულ იყო წიგნებთან ურთიერთობა. ჩვენთან ოჯახში, ასე ვთქვათ, წიგნის კულტი იყო. აი მამაჩემი სამსახურიდან ისე არ ბრუნდებოდა, რომ ერთი ახალი წიგნი არ მოეტანა, არ ეყიდა. და ამას ყველაფერს კითხულობდა. ისეთ რაღაცებს კითხულობდა, რომ უყვირდა და ეუბნებოდნენ, აი რატო კითხულობ ამას და ის ამბობდა, რომ აი რაც შეიძლება მეტი უნდა იკითხოს ჟურნალისტმა. ის ყოფილა ძალიან ცელქი ჩემს თამადებამდე და მეხსიერებამდე პერიოდში და მეერეც ასეთი იყო და ოჯახის წევრებთან იყო აი უსაზღვროდ თბილი, ჩვენ მქონდა საოცარი ურთიერთობა 10 წლით იყო ჩემზე უფროსი, ჩემ შუა თანაძმაზე 7 წლით უმცროსი ვარ მე და აი ეს დამრიგებლური მომენტიც იყო, მაგრამ არა რაღაც ესეთი ანუ ჭკუის სწავლებას ვერ დავარქვევ, აი უფრო რჩევები, რომელიც გამოგადგება ბავშვს და ძალიან უშუალო ურთიერთობა. დედა ჩემთან მიმართებით, ანუ განსაკუთრებული სიყვარული იყო ასევე, ანუ მშობლებს ჩვენ ძალიან შეკრული ოჯახი ვართ ზოგადად. სულ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გიორგი გამოვიდა და ჟურნალისტი და მე როგორც მიყვებიან, ანუ პირველი მისი თემა, რომელიც მაშინდელ რაღაც გაზეთში, რომელიცაში დაიბეჭდა რაიონული მასშტაბით, ასე ვთქვათ, გულრიფში, იყო ქართველ ქალებზე და იქ ყვებოდა როგორი დიდი ნიშნულობა და როგორი დიდი როლი ითამაშეს ქალებმა საქართველოს ისტორიაში და ეს თემა იყო გაცილებით სერიოზული, ვიდრე ბავშვის დაწერილი. საერთოდ მის სტატიებს, ვიდრე პრესაში მუშაობდა, როდესაც ახლა ვკითხულობ და გადავავლებ ხოლმე თვალს, ეს არ გავს მაგალითად 17, 18, 19, 20 წლის ახალგაზრდის ნაწერს. გაცილებით უფრო ხმა არის, ვიდრე მაგ ასაკში შეიძლება წერდეს ადამიანი. გიორგის ჟურნალისტური კარიერის დასაწყისად გაზეთი 7 დღე ითვლება. 1991 წლის ბოლოს ოროთახიან ბინაში პატარა რედაქცია გაიხსნა, რომელსაც 5 გამომცემელი ჰყავდა. მაშინ დაძაბული პოლიტიკური ვითარების პარალელურად თანამედროვე ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩამოყალიბების ხანა იწყებოდა და 17 წლის გიორგიც პირდაპირ უნივერსიტეტიდან სწორედ 7 დღეში აღმოჩნდა. ერთ-ერთი პირველი წყვილი ჟურნალისტური, რომელიც მოვიდა ჩვენ და მაშინ პირველი კურსის სტუდენტები იყვნენ იო და ანო, გიორგი სანაია და ანო ქიჟელაშვილი. ყველაზე მეტად რაც მომწონდა და რაც მხიბლავდა მასში იყო ის, რომ მას არ აშინებდა თემები, მას ჰქონდა პრეტენზიაც, ამბიციაც, ნებისმიერ თემას შეხებოდა. კი, ვიცოდით ყველამ, რომ გულრიფშიდან იყო და მისთვის ძალიან სხვა გამოწვევა, სხვა იმპულსები იყო, აი ეს როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ასე გაგვეპარებოდა, გაიქცეოდა. კი, ერთი მხრივ სახში წავიდა, მაგრამ მეორე მხრივ ის წავიდა ფრონტზე, როგორც ჟურნალისტი და იქიდან ერთ-ერთი პირველი რეპორტაჟი მოამზადა. იყო 17 წლის
ნაწილი იყო ამ პერიოდში და დედაჩემს და მამაჩემს ეგონათ რომ ის თბილისში იყო მუდმივად და აქ სწავლობდა და მუშაობდა მაგრამ ისე რომ ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ ხანდახან ჩადიოდა აფხაზეთში ხანდახან არ იცოდნენ ეს ჩემმა მშობლებმა ყოფილა შემთხვევა როდესაც მოსულა ჩვენთან სახლში ოღონდ შიგნით არ შემოსულა და გარედან ქონია ჩვენთან კონტაქტი ჯარისკაცებთან ერთად მოვიდა ერთხელ რომ იმათვის რაღაც მახსოვს რომ ხილი მიუტანეთ და რაღაც საჭმელი წაიღო გამოიარა მათთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ქარიზმატული, ნიჭიერი და პროფესიონალი ჟურნალისტი. ასე ახასიათებს მას ყველა, ვინც გიორგი სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობას იხსენებს. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით 7 დღეში, მაშინ რუსთავი 2 არ არსებობდა. იქიდან მოყოლებული ყველა ეტაპი გაიარა ჟურნალისტიკაში, დაიწყო კორესპონდენტობიდან და ნუ ბოლოს რუსთავი 2-ში რა თქმა უნდა იყო წამყვანი, შეეძლო პროდიუსერობაც, ცნობის მოყვარე ძალიან. ჟურნალისტიკა ისეთი პროფესიაა, რომ არ იწყება დილის 9 საათზე და არ თორდება საღამოს 6 საათზე, ეს არის 24 საათიანი ასე ვთქვათ, მდგომარეობა, არა მარტო სამსახური, ჩვენ თანამშრომლები ვიყავით და თითქმის ერთად ცხოვრობდით, იმიტომ რომ დილიდან ღამემდე ერთად ვიყავით და ეს საქმეს ვაკეთებდით და სანაია იყო, ნუ ერთ-ერთი თუ ყველაზე ნათელი წარმომადგენელი არა ჩვენ თაობის ჟურნალისტიკის და კორესპონდენტების და ნუ შემდეგ ტელეწამყვანების. გიორგის შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ორი თითქოს ერთმანეთისადმი ანტაგონისტური სინამდვილეში ერთმანეთს ნამდვილად არ გამორიცხავს, მაგრამ თვისება ავსებდა მთლიანობაში ერთმანეთს. იყო ძალიან მხიარული, ხალისიანი, მასთან ურთიერთობა იყო ძალიან ადვილი, ანუ კარგი გაგებით მსუბუქი ადამიანი იყო, არ დაგგრუზავდა, სტენგი რო ვიხმაროთ. პირიქით მის გარშემო სულ ესეთი თავისუფალი და სასიამოვნო გარემო იყო ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველანი ჩვენი პრობლემებით ვიყავით დატვირთულები და მეორე მხრივ იყო ძალიან სერიოზული საქმესთან მიმართებაში. აი დღეს რაც ყველაზე მეტად ფასობს ჟურნალისტიკაში ღრმად პრობლემაში შესვლა ამის უნარი ბევრს არ აქვს, არც მაშინ ჰქონდა. გიორგის ეს უნარი ჰქონდა, შეეძლო დეტალების დონეზე იმ თემის შესწავლა და კონტექსტში სრულად წარმოჩენა, რაც მისი წერის სტილსაც და შემდეგ უკვე ტელევიზიაში ამბის მოტანის სპეციფიკასაც თავისებურებას ძენდა. იცნობდა ყველა პოლიტიკოს თითქმის და ყველასთან შეეძლო დაერეკა, ყველა შეეძლო მოეყვანა, გარდა ამ პიროვნული თვისებებისა, აი ამ უშუალობისა, რომელიც მას ჰქონდა, გიომს ჰქონდა აი ეს განსაკუთრებული თვისება, რომ ეს დისტანცია დაეჭირა. და იმაზე ახლოს ამ პოლიტიკოს არ მოუშვებდა, იმაზე ახლოს არ მისცემდა საშუალებას ჩარეულიყო მის ჟურნალისტურ საქმიანობაში. ამიტომ იყო მისი ყველა ток-შოუ და ყველა ჰარტოკი, რომელსაც მერი აკეთებდა უკვე რუსთავი 2-ის ეთერში გიორგი, ეს ყველა საკვირვებდა, რომ როგორ რანაირად ხო, მას ეს თვისება ჰქონდა ძალიან ბევრი პიროვნული თვისება, ისეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკაში. ვიდრე გაზეთში იყო ყოველთვის, აი თვალს რო ვადევნებდი ხოლმე მის სტატიებს. პირველი გვერდიდან არ ჩამოდიოდა მისი სტატიები. როდესაც კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა, მისი სიუჟეტები აი პირველ ბლოკში უნდა ყოფილიყო აუცილებლად. მერე უკვე როგორც წამყვანი, ღამის კურიერის წამყვანი იყო ყველაზე საინტერესო მოსასმენი, საინტერესო საყურებელი, ყოველთვის ყავდა ძალიან საინტერესო რესპონდენტები და გადაცემის წაყვანაც კი იმდენად რაღაც თავისი
სტილი დაამკვიდრა ჟურნალისტიკაში ეკრანზე, რომ სიამოვნებდა რომ უყურებდი, რომ უსმენდი. ძალიან ღრმა იყო თვითონ როგორც ადამიანი გიორგი. ერთ-ერთ კლუბში, სადაც ტარდებოდა კონცერტი, იქ გავიცანი გიორგი და მე აღმოჩნდა რომ იყო ჩემი შემოქმედების ძალიან დიდი გულშემატკივარი. მოვიდა, გამეცნო, ხა გიორგის ვინ არ იცნობდა და შემარქვა სახელი მასწავლებელო. არ ვიცი რატომ მეძახდა მასწავლებელოს. და ფაქტობრივად დღე არ ჩაგვიგდია რომ ერთმანეთი არ გვენახა. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. ეს საოცრად საინტერესო ადამიანი იყო, ყველაფერი აინტერესებდა. აი როგორ აინტერესებდა, იცით, აი როგორ იქნებოდა, როგორ იწერებოდა, კონკრეტულად ახლა ჩემ პროფესიაზე მაქვს საუბარი, ყველაფერი აინტერესებდა, უნდა შესულიყო იქ და ანუ აი ამ სამზარეულოში უნდა ყველაფერს გაცნობოდა. სამშვიდობისა რუსეთის საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური განცხადება გააკეთა ბიშკეკის ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ. უსწორმოდ ნიჭიერი იყო, აი გაუგონრად ნიჭიერი იყო და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ასე უნდა თქვა, არა, ნამდვილად არა. აი მე რო ვიჯექი და ვჯახირობდი და იქ რაღაცას ვაკაკუნებდი თითო, რომ ეს სიუჟეტი როგორ დავიწყო, როგორ დავამთავრო და თუ გავიჭედებოდი, მივიდოდი და ვეტყოდი, რომ ამაზე მაგდა როგორ დავიწყო და ეგრევე ერთ წუთში გეუბნებოდა, დაიწყე ესე. ადრეც მithქვამს და დამიწერია და არც საწყენიც არ არის, რომ ჩვენი თაობის თუ შეიძლება ითქვას ჟურნალისტებში გამორჩეული იყო რა. ნიჭითაც, აკადემიითაც, აი ცოტა დროს უსწრებდა რა. მისი აი თვალშისაცემი აი ჩაცმულობით, მოძრაობით, კითხვა-პასუხით, აი გამოსულობით როგორ უნდა ვთქვა რა. ამაში რაღაცა თბილისელობა ხო არსებობს, მაგრამ აი ნამდვილი რაღაც ცოტა ფილოსოფიურ თბილისელობას აჯობა რა, ბევრს აჯობა რა. აი ყველაფრით საქმით იმით თან წინ იყო რა. და ხა ის რაც წლები გადის ხოლმე ხა რაღაცებს ჩემს სულ ფიქრობან წერ საჯაროდ მოკლედ სულ ამბობ რომ სულ აი რაღაცები ძალიან სხვანაირად იქნებოდა რა. აი ქვეყანაში შეიძლება უცხარეჭარბულად მოიჭროს, მაგრამ აი ჩემთვის ჩემი გადმოსახედიდან იმ სიმძიმის იყო რომ აი მართლა ყველა რაღაცები ძალიან სხვანაირად იქნებოდა ჩვენს სფეროშიც, პოლიტიკაშიც, ქვეყანაშიც რა ამ სიმძიმის და მასშტაბის იყო. თუმცა გიორგი სანაია არ იყო გამონაკლისი. ხალისიანი და ლაღი ხასიათის მიღმა იყო თემები, რაც მას სიცოცხლის ბოლომდე დარდად ჰქონდა. გიორგი აფხაზეთში, გულრიფში დაიბადა და გაიზარდა. აფხაზეთის ამბავი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეულია და რა თქმა უნდა გიორგისთვისაც და როდესაც აი ამ საკითხებთან აშუქებდა როგორც ჟურნალისტი, ყველანაირად ჩართული იყო ამ თემაში. მე დავდე Facebook-ზე ჩვენი ქუჩა გადაღებული ახლა რამდენიმე წლის წინ და იქ აი განსაკუთრებით ემოციური არის ის რომ გიორგის ოთახის ფანჯარა მოჩას იმ რაკურსით არის გადაღებული, სადაც ეს სახლი მოჩას იმ მხრიდან, სადაც არის გიორგის ოთახი და აი წარმოიდგინეთ როგორი ამაღელვებელია, როდესაც ერთი მხრივ სახლს უყურებ და მეორე მხრივ იმ ოთახს უყურებ, სადაც ცხოვრობდა გიორგი ამ ჩვენ სახლში და სულ საუბრობდით რაზე, იცი, აი რას ვკითხულობდით ხოლმე ყოველთვის ჩვენ სახლთან დაკავშირებით, რომ დგას თუ არა აი ეს პალმა ისევ იქ. ახალი დარგული იყო ეს პალმა და სულ ამას ვკითხულობდით ხოლმე და მასაც სულ ეს აინტერესებდა, რომ აი დგას თუ როგორ გამოიყურება ახლა ეს სახლი და როდესაც ეს გადაღებული მასალა ვნახეს, ემოდან არის დრონით გადაღებული, ეს მთელ ჩვენს ქუჩას ჩამოუვლის და ჩვენი სახლიც იქ ჩანს და ეს პალმა არის გაზრდილი ახლა. სახლი გამოიყურება
ისე დაახლოებით როგორც მაშინ, რა თქმა უნდა, ცოტა შელახული ამდენი წლის შემდეგ და ამას ძალიან დიდი ემოცია მოაქვს, იმიტომ რომ ჩვენ იქ გავიზარდეთ ყველანი. ჩვენი სახლი რაღაც ძალიან წმინდა რაღაცა არის დღემდე ჩვენთვის და სულ კითხულობდა ხოლმე ხა როგორც ჟურნალისტი, სულ მოიკითხავდა ხოლმე ინფორმაციას მოიპოვებდა დგას თუ არა ჩვენი სახლი ისევე. აფხაზეთს რა თქმა უნდა გიორგის ცხოვრებაში ეჭირა განსაკუთრებული ადგილი ისევე როგორც ყველასთვის ვინც იქიდან არის და ძალიან განიცდიდა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მე მახსოვს არსებობს ამისი კადრებიც როდესაც არძიმბა ჩამოვიდა თბილისში მოლაპარაკებაზე გიორგი იყო იქ ერთ-ერთი ჟურნალისტი რომელიც აშუქებდა ამას ამის კადრებიც არსებობს სოციალურ ქსელშიც არის ანუ მისი დაინტერესება რა თქმა უნდა იყო როგორც ჟურნალისტის და რა თქმა უნდა იყო როგორც დევნილის რომელსაც ყველაფერი აკავშირებდა აფხაზეთთან როგორი იყო გიორგი სანაია მეგობრებისთვის ჩვენი ასე ვთქვათ, ურთიერთობაც, ცხოვრებაც, გართობაც, ყველაფერი მოდიოდა ღამის კურიერის შემდეგ. როდესაც ამთავრებდა გიორგი სამსახურს, ეს იყო სადღაც 11 საათზე ღამე, 12-ის ნახევარზე. მერე ვიწყებდით იქნებოდა სადმე წასვლა, ერთმანეთთან სტუმრად მისვლა თუ ხოლმე ჩვენი რაღაც ესეთი ამოჩემებული სიმღერები. იყო იცი როგორი შემთხვევები, მაგალითად მათე იყო კონფერენციაზე გუდაურში, ხო? გიორგი ღამე ამთავრებს ღამის კურიერს მირეკავს რაშვები, მოდი რა ჩავადგეთ, ნახოთ რაშვება და ესე შუაღამეზე წავსულვართ გუდაურში. მოგვინახულებიან ჩვენ მეგობრები, ვინც იყვნენ წასულები კონფერენციაზე. წავსულვართ ასე ღამე უცებ ბაკურიანში, ბათუმში. ასე ვირთობდით თავებს მოკლედ, როგორც შეგვეძლო და რაც კარგი იყო. გავლე მოუწევდა წავიდეთ ცოტა 4 საათზე შეეძლო ითქვა სამყაროთი რა. გავლე მოუწევდა წავიდეთ და ეს მე ну ხექუსი იყო ხოლმე 5 რა. ამოჩემებული რაღაც ბარები იყო და დავდიოდით 3-4 ადამიანი ხოლმე და ერთხელ მოხსოვს არ წავედი რა და მაგან ერთად შემომეგობარმა მომაკითხეს და რაღაც სახლის სპორტულებით აი მართლა ჩუსტები რასაც ხია სახლით ჩავედი ეზოში და უბალურად გამიტაცეს და რაღაცას აჯაჯული სპორტულ ჩუსტებით წავედით ერთ-ერთ ამოჩემებულ ბარში რა ესე 5 საათი იყო 6 საათი იყო ტომ სოიერზე ახალაზე რომ გადავიდნენ რა აღარ მინდა მითქი რა ну არა თუ ახლა ჩვენ ტომ სოიერის ფილოსოფია უნდა განვიხილოთ და ის სადღაც 7 საათზე იყო რომ ბარის ფარმენა რომელიც გიცნობდა რა თქმა უნდა მეძინებაო რა და თავი დამანებდო და ამ ჩუსტებით ვიჯექი მე და რაღაც საშინელი სპორტულები მეცვა და ესენი ტომ სოიერის თავგადასავლებზე ლაპარაკობდნენ როგორც რაღაც ფილოსოფიას რა მარცხენა ქონდა სანაიას რომ მე ვერ ვისწავლდი მანქანის დარებას და როცა დედა ჩემი და მამა ჩემი თავისი ძველი დიდი ომეგა მომცეს ოპელი სადაც არც კი ჩანდი როცა ვიჯექი ну დაიწყო ძალიან შეშფოთება რომ როგორ ვივლიდი რუსავი და თბილისში ამიტომ თავისი შინდისფერი ნივით ყოველ დილას როცა მოვდიოდი სამსახურში იქ იდგას თავიდან რაღაცა პერიოდის განმავლობაში ჩემი მეზობლები უკვე მიჩოვლები იყვნენ რომ სანაია მოვიდოდა და იყო ძალიან პოპულარული ყველა ცნობდა ყველა ადამიანი ბავშვი დიდი მოხუცი და ჩემი მეზობლები უკვე ინტერაქციაში იყვნენ ძალიან კარგად მასთან შესული მე მოდიოდი ამ დიდი ოპელით სანაია მომყობდა უკან ამ შინდისფერი ნივით რომ როგორღაც მომეღწია მშვიდობით თან მე პრობლემა მაქვს ორიენტაციის ვერ მიმოხსოვებ გზებს და ასე შემდეგ და მერე საღამოს დაამთავრდებოდა და სადმე გავისეირნებდით და ისევ ასევე თავისი ნივით უკან წამოვიდო და მე წინ წავიდოდი სახში და საწყალზე დადიოდა რუსთავსა და თბილისს შორის დიდი ხანი სანამ ცოტა არის ფიქრა რომ რაღაცა ვისწავლე და ერთ დღესაც არ ჩამომაკითხა წამოვედი მარტო დავიკარგე ვერაფერი ვერ გავიგე საწყოსულიყავი მე პოლიციელებმა მიპოვეს და მითხრეს რომ რა გჭირს და მეთქი ვეღარ მივდივარ და გამომყვა მაშინ ეს რაღაცა გაის მანქანა იყო და აქამდე მომიყვანა
რუსთავერონი და ბედიარგი და ეზოში დამხვდა და მთელი ერთი თვის განმავლობაში ვიყავით დაცინვის და რა ვიცი ბულინგის ობიექტი. ამის იმიტომ ვიყავი, რომ ძალიან დიდი ადამიანი იყო. აი მართლა შეეძლო რომ დააღრილს საცოდებს წამოსულიყო გამყოვდა რომ შენ რა ვიცი უსაფრთხოდ ყოფილიყავი. ძალიან ლაღი, ძალიან პოზიტიური, სუკარ ხასიათზე, იშვიათად მახსოვს რომ რაღაცა ცუდ ხასე, ჩაფიქრებული იყო, რა თქმა უნდა, ხოლმე განსაკუთრებით თუ საქმე ქონდა გასაკეთებელი და ეთერის წინ, კონცენტრირებული, რა თქმა უნდა. მახსოვს მუდმივად ერთი კომპიუტერი მქონდა მაშინ მეშვიდე სართულზე, რომელზეც წამყვანები მუშაობდნენ და ხო მუდმივად ესე კონცენტრირებული და სიგარეტი მოხსენდება ემოციურად ძალიან ჩაშტერებული ესე მონიტორზე და ღერზე ეწეოდა, მაშინ შეიძლებოდა კიდე დახურულ სივრცეში მოწევა. 2001 წლის 26 ივლისს 26 წლის გიორგი სანაია მოკლეს. ოჯახის, კოლეგებისა და მეგობრების გარდა მის გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობდა. ბათუმში იყო ჩამოსული, ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად ვისხედით სანაპიროზე, შემდეგ წამოვიდა თბილისში და ეს ამბავი მოხდა და დღესაც მიმძიმს იმ ტრაგიკული დღეების გახსენება კი არა, საერთოდ იმის გაცნობიერება, რომ ის აღარ არც მაშინ ჯეროდა, ამდენი წელი გავიდა და ახალ მაქვს ისეთ შეირსდება, რომ იჯერგიდო ცოცხალია. სულ მაქვს იცი როგორი შეგრძნება, რომ თითქოს გუშინ მოხდა ეს ყველაფერი, თითქოს გუშინ იყო ის, რომ ბათუმიდან ჩამოვიდა, ჩემთან მოვიდა, საღამოს გვიან ერთად ვიყავით ერთ-ერთ ღია ბარში, სადაც სტეფანე მღერო და მღებრიშვილი ლელა, ანუ აი ესეთი ძალიან გვიყვარდა მათთანაც ეს ურთიერთობა და ყოველთვის სადაც გქონდათ ხოლმე ამათ ესეთი პატარა კონცერტები, ყოველთვის დავდიოდით. ლილიკო ნემსაძის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს ჩემს რეპერტუარში, ჩუმად ნათქვამი მიეძღვნა მას. ჩავწერე ეს სიმღერა და მითხრა რომ მომეცი ჩანაწერე, მოთხარი ვერ მოგცემეთ, იმიტომ რომ შენ ადგები იმას და მე ალბომში უნდა გამოვშამეთ, როგორც ესე ვთქვათ ჩვენ ურთხილდებით კი არა, ანუ არ გვინდა რომ სანამ ალბომი გამოვა, იქამდე გაჟღერდეს ეს სიმღერები და დაინიშნა ერთ-ერთ კლუბში ამ სიმღერის პრემიერა და მას ჰქონდა ეთერი ამ დროს. და მითხრა უჩემოთ არ იმღერო გეხვეწებიო რა ეს სიმღერაო დაველოდე მოვიდა ოღონდ გრიმიც არ ქონდა მოშორებული, მაგრამ რა თქმა უნდა მე მას გადაუწერე ეს სიმღერა და მოვიდა თუ არა ვიმღერე და მახსოვს რომ დამემშვიდობა, იმიტომ რომ აი გვიანი იყო სადღაც ალბათ 2-3-ისკენ იყო და მივეცი და მასწავლებელო იცოდეთ ეს ჩემი სიმღერა არის. თვითონ დაარქვა ამ სიმღერას თავის სახელი და სამწუხაროდ მოხდა ძალიან დიდი უბედურება 26 ივლისს, სწორედ იმ გამთენისას გიორგი უკვე მოკლეს. ხამე სახში დამტოვა და დილით რო ურეკავ არ მპასუხობს, მე მათეს ურეკავ, რომელიც წასული იყო, მე მგონი ბათუმში იყო, მათე სადღაც იყო, არ იყო თბილისში. მე და ხატია და ირმა სტეფნაძე უცებ გადავწყვიტეთ რომ მოდი სახში მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება, იმიტომ რომ რუსთავერში რო რეკავდი ნიკა მეუბნება ტაბატაძე რომ არ გამოჩენილა, არ ჩანს, არა და უკვე ღამის კურიერის დრო უნდა მოსულიყო დაეგეგმა ის რომ გიორგის რაღაცა წინასწარ არ მოემზადებინა, ხო ესე ზედაპირულად და იმათ არასდროს არ შედიოდა ეთერში. წავედით და რაც დაგხვდა იქ ეს იყო წარმოუდგენელი, ეს იყო უმძიმესი, აი დღემდე მაქვს ეს კადრად თვალში, რაც მაშინ ჩვენ იქ დაგხვდა. მე ცოცხალი გიო მინდოდა და
ხერში გიო მინდოდა, მებრძოლი გიო მინდოდა, მკვლევარი გიო მინდოდა და არა შეწირული გიო აი ამ ყველაფერს. დიხანი ვერ ვეგვებდი ძალიან დიდი ტრავმა იყო ჩემთვის კი არა. რაღაცა დამთავრდა თითქოს ბავშვობა თუ რა ვიცი უზრუნველობა თუ არც ამ ტრაგედიით ჩემთვის რაღაც დამთავრდა და ახალი დაიწყო და დიდი ხანი ვერ ვეგუებოდი რომ ის აღარ ზის მეორე ოთახში და ხშირად ამდგარო რომ გამიჭირვებია რომ წავიდე და ვკითხო ეს როგორ დავიწყო სანამ შევეგუებოდი ამ ამბავს და სანამ ვხვდებოდი რომ აღარ არის გიო. ძალიან დიდი სიცარიელე დატოვა მაყურებელში, მეგობრებში და კოლეგებში რა თქმა უნდა. ძალიან რთულად გადავიტანეთ ყველამ ბუნებრივია ეს ამბავი და ის ადგილი რომელიც სანაიას ეჭირა მაშინ კიდე ბოლომდე არ ამგონია რომ შევსებულია და ეს ჭრილობა მოშუშებულია ყველას ძალიან მძიმე ტრავმა დაგვიტოვა თავის წასვლით. აი დრო როცა გადის თითქოს რაღაცა შეგუება ხდება ამ ყველაფრის მაგრამ ეს სევდა და ეს მონატრება არასდროს არ ნელდება. პირიქით, რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო მეტად წლები გემატება, თითქოს უფრო მეტად უახლოვდები ამ ადამიანს. და ძალიან დასანანია, მართლა ძალიან მონატრება. იმიტომ რომ ძალიან დააკლდა ამ ქალაქს, ამ ქვეყანას და სევდიანია მართლა ეს ყველაფერი რომ დღეს უკვე წარსულში საუბრობთ მასზე, მაგრამ ის წარსულში არასდროს არ იქნება, იმიტომ რომ ის ჩვენს ტვენში, ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში ყოველთვის ცოცხლობს და ასე იქნება სანამდე ჩვენ ცოცხლები ვიქნებით. მეორე წელი გავიდა, მაგრამ მე რომ მივხედავ გუშინ იყო რა, ხომ ჩემთვის გუშინ იყო რა. ხანდახან მინდა რომ იკითხო რა და ვერ იკითხები რა თუ მისი მეგობარი ყავი ის იყო შენი მეგობარი რა როგორ უნდა ვთქვა როცა საერთოდ იმასტი იყო რა ბოლოს უკვე გიორგი არ იყო ჩემთვის ჩემი კოლეგა, გიორგი იყო ჩემი ნაწილი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი აი ყველანაირი ჩემი საიდუმლოს გამზიარებელი და ეს მე ძალიან მართლა ძალიან მაგლია. ზუსტად ვიცი, იმდენად სწორი ღირებულებების ადამიანი იყო, რომ ზუსტად ვიცი, რომ დღეს იქნებოდა იქ, სადაც არის სწორი მხარე. და რაც მთავარია, ჩემთვის მაგალითად გიორგი იქნებოდა ისევ ჩვენს გვერდით. და ისევ და რაღაც არ ამგონია, რომ ჩვენ მისი მეგობრები არასწორად მივდივართ, ხო? მე მგონია. ყველა ერთად ვიქნებოდით იქ, სადაც ვიქნებოდით.